بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. დღეს მე ვართ მე-13 თავზე ბაბუ სუალ ლილფაიდა. თავი რომელიც ეხება შეკითხვას ხეირისთვის. ჩვენ კიდევაც გავიარეთ, როცა არის შეკითხვა, ანუ არასასრული. როგორც შეკითხები როგორი, მაგალითად, ასხაბულ ქაჰფის ძაღლი რო იყო, რაჯიშის იყო, ხო? რაჯისა, ანუ მუსა ალეისალამ, მოსე ალეისალამ, როცა ალლაჰის ნები გახსნა ზღვა, მისი ჯოხი, როგორი ჯოხი იყო, მწიფელა იყო, თუ ნაზვი იყო, თუ რა იყო. ეგეთ შეკითხვას არანაირი ფაიდა არ აქვს. ასე როგორი შეკითხები, მაგალითად, თუ ალლაჰმა გვითხრა, მაგალითად, ილოცეთ, მაგალითად, საჰაბები, როცა საჰაბები იგებდნენ რაღაც შეკითხვას, არ ეკითხებოდნენ შომალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ეს ვაჯიბია თუ მუსტაჰაბია. ანუ ვაჯიბია სუნათია თუ რა არის. ეგრევე ასრულებდნენ მაგას. მაგრამ როდის ეკითხებოდნენ მაგას, როდის რომ სუნათია თუ ვაჯიბია, თუ იცით. როდის? ხანდახან იყო მომენტები, ბრუნდებოდნენ და მე ეკითხებოდნენ, ე რასულალლაჰ, რაც ჩვენ გვიბზან, ეს ვაჯიბია თუ სუნათია, რატო? ესაც გავიარეთ ჩვენ. არა, მაგიზამო არა. მაგალითად ხანდახან როცა რაღაცა ვერ ასრულებდნენ, ხო? მაგათ უნდათ, ანუ ცოდნოდათ. რახან ვეშირასრულეს, რამე თაუბა უნდა გააკეთონ, ანუ უნდა ანაზღაურონ ის რაღაც საქმე. მაგით ეკითხებოდნენ მაგას. დღეს კიდე მაგალითად შევა მაგალითად ვიღაცა ძმა შედის მეჩეთში, ხედავ რომ შემოდი და დაჯდა ეგრევე მეჩეთში. და ეუბნები ძმას, ახი, მეჩეთს აქვს მისალმება აქვს მეჩეთს. 2 რაკათი მისალმება. და ეს ძმა მე იწყებს, ახი ამ თემაში ხთირაფი არის, ასე ალიმები არის და ჯუმხურები, იჯმა და ასე შემდეგ. თუ პეიგამბერ სალალლაჰუ როგორც აბუზარს ეს გავიდ ხადის, აბუზარს უთხრა. ადექი, ანუ შემოვიდა აბუზარმა, რადიალლაჰუ ანჰუ, დაჯდა ეგრევე, არ ილოცა. პეიგამბერ სალალლაჰუ მაგას უთხრა, ადექი და ილოცე. წარმოგიდგენთ, აბუზარმა ეთქოდა შომალ სალალლაჰუ რომ ისე ია რასულ, ამ თემაში ხთირაფი არის ალიმების შორის და ხო არ დაიწყებდა მაგას, რა თქმა უნდა არა. ასევე ჩვენც და ვეცოთ არ დავიწყოთ ეგეთ რაღაცები. თუ არ გამოგვივიდა დავინახოთ რა არ გამა. მე უკვე შეიძლება დავინტერესდეთ, ანუ თაუბონ გავაკეთო, ავანაზღაურო თუ არა და ასე შემდეგ. კარგით, აბუდარმა გადმოსცა ჰადისი, რომ თქვა: "დახალტულ მასჯიდა ფაიდა რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჯალისუნ ვაჰდაჰუ." მე შევედი ერთხელ მეჩეთშიო, როცა შომავალი სალალლაჰუ მარტო იჯდა. და მაგას უთხრა შომავმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ: "ია აბაზარ, ე აბუზარ, ინნა ლილ მასჯიდ tahiyya." ჭეშმარიტად მეჩეთს აქვს მიცალმება, ანუ მიცალმება აქვს თავის მეჩეთს. وإن تحيته ركعتان. და მისი მისალმება არის 2 რაკაათი. فقم فاركعهما. ამიტომ ადექი და ილოცე ეს 2 რაკაათი. და აბუზარმა თქვა: فقمت فركعتهما. მე ეგრევე ავდექი და ვილოცე ეს 2 რაკაათი. აქ სიტყვაში ყუმთუ არის ყუმთუ, ავდექი არის فقمتو. فا როცა ემატება ზმნას არაბულ ენაში, ის ნიშნავს რაღაცას სწრაფად აკეთებს ადამიანი. ანუ აბუზარმა არ დაელოდა არაფერს, ეგრევე ადგა და შეასრულა ეს 2 რაკაათი. მე ცოტათი მინი გადავიდე ჰადისითაც მებო. ზოგიერთი დღეს ანუ იძახის რომ არ არის აუცილებელი შეასრული 2 რაკაათი მისალმება მეჩეთისთვის. პრობლემა არ არის, შეიძლება ამ თემაში იყოს იხთირაფი, ხანდახან არის ასევე არის იხთირაფი მაგალითად ხუთბის დროს, იმამი როცა აკეთებს ხუთბას. მაგ დროს მისალმება აქვს მეჩეთს თუ არა. აქ მაზჰაბებშიც არის იხთირაფი. მალიკიტები და ჰანაფიტები თქვენს რომ არ არის. ანუ არ გინდა გაკეთო. ჰამბალიტები, შაფიტები თქვენს რომ უნდა გაკეთო 2 რაკათი მისალმება. ანუ ამ თემაში არის იხთირაფი. და შეკითხა თქვენთვის ძმებო. ხუთბის მიცემა ვაჯიბია თუ არა? ჯუმაზე. ხუთბის მიცემა ვაჯიბია თუ არა? შომალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ შემოვიდა მოწაფე საჰაბა მეჩეთში ხუთბის დროს ხუთბა გააჩერა და უთხრა მაგას ადექი და ილოცე 2 რაკათი. ვაჯიბი შეაჩერა და ნასიხათი მისცა. ალიმები თქვენს რომ თუ რაღაცა ვაჯიბი თუ ანუ პეიგამბერ სალალლაჰუ რაღაც ვაჯიბს აჩერება რაღაცის გამო, ესე იგი ის საქმეს იყო ვაჯიბი. მაგით ზოგიერთი ალიმების არის სიტყვა რომ ეს 2 რაკაათი მისალმება არის ვაჯიბი. მაგრამ დიდი იხილაფი არის ამ თემაში. ასე ვინ დავამატო რომ მაგალითად შენ შეხვედი მეჩეთში და იმამი უკვე ჯამაათი ლოცავს მეჩეთში. და შენ 2 რაკაათი არ გილოცე მისალმება. შენ თუ შეუერთე ჯამაათს და ილოცე მაგათთან ერთად, შენ უკვე ჩაგეთვალა რომ მეესალმე მეჩეთს. ან თავარია რომ დაждდე მეჩეთში, ილოცო ჯერ და მერე დაждდი. ალლაჰმა ბარაკა მოგცეთ. კაი, გავაგზავნოთ. მერე აბუზარმე იძახის რომ thumma udtu fajalastu ilayhi. მე დავბრუნდი, ანუ ვილოცეო, დავბრუნდი მასთან დავჯექიო. فقلت და ვკითხე მაგას: "ია რასულალლაჰ, ey ალლაჰის შუმავალო,
ინნაკა ამართანი ბისალა შენ მიბრძანე მე ლოცვა შევასრულო. ფამასალათ რა არის ლოცვა? ყალა და შუმა მასალლაჰ სამ თქვა ხეირუ მავდუ ეს არის მშვენიერი თემა, ძალიან კაი თემა არის ესაო. ისტაქთირ აუისტაყილ ან გააკეთე მეტი, ბევრი გააკეთე ეს ლოცვა, ან გააკეთე ცოტა. ანუ რა ის ლოცვა ეს, ან ბევრი გააკეთე უფრო მეტი მადლი გექნება, ან უფრო ცოტა გააკეთე და უფრო ნაკლები მადლი გექნება. აქ მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი. არის ორი ადგილი. ხანდახან ჩვენ ლოცულობთ დღითი, ხანდახან ლოცულობთ ღამით. ღამით როგორი ლოცვებია უკეთესი? გრძელი რაკაათები. გრძელი დღითი ბევრი რაკაათები. ამიტომ შუმამასალსან ხადისები არ გადმოცემენ აიშა რადიალლაჰუ ამბობდა რომ შუმამასალსან ფეხებიდან ხანდახან სისხლი მოდიოდა. ტერფებიდან თვალსები. სისხლი მოდიოდა, მე ბევრი ხანი იდგა. რუკუუშიც ბევრი ხანი იყო, საჯდაშიც ბევრი ხანი იყო. ეს ეხება ღამის ლოცვებს. მაგრამ რომ დღითი გააკეთოთ ეგრე პრობლემა არ არის. და თქვა მე აბუზარმა იძახის ია რასულულლაჰ აიულ ამალი აფდალ ია ალლაჰ შუმა რომელი საქმე არის საუკეთესო შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა იმანუ ბილლა რწმენა ალლაჰის ვა ჯიჰადუნ ფი საბილილლაჰ და ჯიჰადი ალლაჰის გზაზე ანუ ბრძოლა არის ბევრნაირი ზმება როგორც ხმლით იარაღით ასევე თავის სულით მოთმინებით და ასე შემდეგ قال قلت يا رسول الله ასევე აბუზარ იძახის ნახე მე ყურადღება მიაქცეთ რა კარგი შეკითხვები აქვს აბუზარს შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ და ეს ყველა არის ხეირიანი შეკითხვები فأي المؤمنين أكمل إيمانا რომელი მორწმუნეები არიან საუკეთესო რწმენით ან რომელი მორწმუნეები არიან თლიანი რწმენით ან სავსე რწმენით قال أحسنهم خلقا ვისაც აქვს საუკეთესო ზნეობა فقلت მე ვთქვიო يا رسول الله أي المؤمنين أسلم يا الله شماور რომელი მორწმუნეები არიან ყველაზე უსაფრთხო ანუ ვისგანაც არ მოელოდები საფრთხეს მან სალიმა ნასუ მინ ლისანიჰი ვა იადიჰი ის არის ყველაზე უსაფრთხო ვისგანაც ხალხი არის დაცული მისი ენისგან და მისი ხელისგან და შუმამა სალლალლაჰუ აქ რა თქვა ხალხი არა მარტო მუსლიმი არამედ ყველა قال قلت და მე ვთქვიო يا رسول الله فأي الصلاة أفضل რომელი ლოცვა არის საუკეთესო და შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა طول القنوت ანუ გრძელი ლოცვები როგორც ჩვენ თქვით გრძელი ლოცვა მე თქვა აბუზარმა يا رسول الله فأي الحجرة أفضل რომელი ჰიჯრა არის საუკეთესო ჰიჯრა არის მებო ალლაჰის ხატი გადასვლა იმ ქვეყნიდან სადაც შენ ჩაგრავენ მაგას შენი რელიგიამ იქ სადაც შენ არ ჩაგრავენ აქ შუმამასალ რა თქვა ყველა საუკეთესო ჰიჯრა არისო მან ჰაჯარა საიათ ვინც ჰიჯრა გაუკეთა ცოდვებსო ანუ ვინც ცოდვები მიატოვა ნახე ძმებო შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა ნამდვილი მუჰაჯირი არის ის ვინც მიატოვა თავის ცოდვებს როცა მაგალითად ჩვენ რაღაცა ცოდვის გაკეთება მოგვინდება ან რაღაც ფიქრი მოვა ჩვენთან ეგრევე გავიხსენოთ ეს ჰადისი აი ჩვენ თავს ვკითხოთ მაგ დროს მე მინდა მუჰაჯირები ვიყო ალლაჰის წინაშე თუ მინდა მაშინ ეს ცოდვა უნდა მივატოვო და ვინდა გავიხსენო ეს ჰადისი რომ მე თუ მაგას მივატოვებ მე ვიქნები მუჰაჯირების შორის ეს ჰადისი ინშაალლა დაგეხმარება ძმებო როცა მოგვინდება ცოდვების შესრულება მე აბუზარმა თქვა ია რასულულლაჰ ფამას სიამუ ე ალლაჰ შუმაულ რა არის მარხვა قال فرد المجزي ეს არის ისეთი მარხვა რომლითვისაც ანუ აუცილებლად იქნება ჯაზა ანუ აუცილებლად კაი საქმე ანუ მადლი მიეცემა მაგისთვისო ვა ინდალლაჰი ადაფუნ კეთირა და ალლაჰის წინაშე ანუ იქნება გამრავლებული ბევრჯერ რომელ მარხვაზე საუბარი რამადანში რომლის მარხვა ჰადის ყუდსი ჩვენ რამადანის დროს ასევე გავიარეთ იბნუ სემინის წიგნის შარხის გავიარეთ რომ ალლაჰ აზავაჯალ ეს არის ისეთი საქმე მარხვა რამადანში რომელიც ალლაჰმა აიღო თავისთვის როგორ თქვა ალლაჰმა ყურან ის ხო ჰადისი ყუდსი ყველა საქმეები არის ადამიანის შვილისთვის ყველა ჰაჯი ასე შემდეგ მაგრამ მარხვა არის ჩემიო ეს ნიშნავს რომ რამდენი დიდი საქმე არის მარხვა რამადანში ალლაჰის წინაშე მე აბუზარმა თქვა يا رسول الله فأي الجهاد أفضل რომელი ჯიჰადი არის საუკეთესო და შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა მან უყირა ჯავადუჰუ ვისი ცხენის იყო დაკარგული მაგ დროს აი ბრძოლის დროს ცხენი იყო დაკარგული ვა უჰრიყა დამუჰუ და მისი სისხლი იყო გამოდენი ანუ სისხლი ამოვიდა ტანიდან აბუზარმა მე იძახის يا رسول الله فأي الصدقة أفضل რომელი სადაყა არის საუკეთესო და შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა ჯუჰდულ მაყალ ანუ შენ სადაყას აძლევ იმ დროს როცა შენ გაქვს ცოტა ფული ეს არის საუკეთესო სადაყა შენ ბევრი არა გაქვს ფული მაგრამ შენ როცა სადაყას აძლევ ეს არის ყველაზე საუკეთესო სადაყა ალლაჰის წინაშე იუსირრო ილა ფაყირ და როცა აძლევ ამ სადაყას როგორ აძლევ
ანუ საიდუმლოდ. ისე აძლევ ხალხი მაგას ვერ ხედავს. ხო, ფარულად. ღაცა ხალხი ისე აძლევ ამ სადაყას ხალხი დანარჩენი მაგას ვერ ხედავს. და ძმებო, ნახე ძმებო. შუამო სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა, რომ როცა ფული არ აქვს, სადაყა გააკეთე. დღევანდელი ზოგიერთი ძმა, როცა მაგალითად იმამი ხუტბაზე იძახის სადაყაზე ლაპარაკობს, რატომ გას ვიღაცა ძმა თუ ის ვიღაცა მდიდარ ძმას იცნობს, მაგდროს შეხედავს მაგას. ანუ და რა თქვა იმამმა, შენ უნდა გააკეთე სადაყა. თითქოს მაგას არ ეხება ეგ. ძმებო, სუბჰანალლაჰ, საჰაბები მეორე სამუშაოს იღებდნენ იმისთვის, რომ მეტი ფული ეშვა და სადაყა მიეცათ. არ ეუნებოდი აბუ ბაქრს და დიდარ მოწაფეებს. მოდი ხა დახარჯე სადაყა გააკეთე. ისე შენ აი იქნება აკეთებენ ძმები სადაყა ისედაც პროსტა შენ არ გეუნებიან. რატომ უნდა გითხრან? მაგრამ ჩვენ და მოუწევთ როგორ საჰაბები იღებდნენ მეორე სამუშაოს იმისთვის, რომ სადაყა მიეცათ. ზოგიერთი საჰაბა იმაჭრინა, ხეებს ჭრიდნენ. მეორე სამუშაოს იღებდნენ, ხეებს ჭრიდნენ, რას ათრევდნენ, ხერფასი რა აიღოთ და მე სადაყა მიეცათ ამ ფულით. მუშაობდნენ მხოლოდ სადაყისთვის. მე აბუ ზარ მეიძახის, ია რასულალლაჰ فأيما أنزل عليك أعظم رملي أنه آياتي چمويدا شنزه قولازي أنه أوديدسي قال آية الكرسي تقول آية الكرسي إسا أوديدسي آياتي قرآن شيء زمبو دا أوديدسي سورة وميريا قرآن شيء فاتحة عليس أوديدسي سورة دا آية الكرسي عليس أوديدسي آياتي ثم قال من تقول شو ما صلى الله عليه وسلم تقول يا أبا زار أبو زار ما السماوات السبع مع الكرسي أنه إيش يدي تسا كرسيستان إرتاد أنو شداربيت إلا كحلقة ملقاه بأرض فلاح أريس رغوس باتراي أوكي ماغاساي بيجدي رومالي ساري چاكدبولي ودابنوش أنو هم خلال هم خراديدي كاسخويبا وفضل العرش على الكرسي دا عرشيز كاسخويبا كرسي زي هم خلال ديدي ياريس كفضل فلاح على الحلقة إشيتي رغوس ديدي ودابنو რომეში არის ჩაგდებული პატარა აი ბეჭედი ანუ იმ ხერა დიდი არისო قلت აბუ ზარმა თქვა ია რასულალლაჰ كم الانبياء რამდენი არის ანუ შუმოვალი რასულ კი არა ნაბი რამდენი მოსიკულია რამდენი შუმოვალი არსებობსო 120,000 შუმოვალი მაგას მე აქ შეხლა მე ვთქვა რომ ეს გადმოცემა ეს ანუ ისნადი ამას ეს სუსტი ისნადიო სუსტი არის სხვა ჰადისები რა თქმა უნდა სახი ჰადისები რომელიც ყვება მაგაზე მაგრამ ეს ზუსტად ეს არის სუსტი მე ვთქვა აბუ ზამა ია რასულალლაჰ კამე რუსულ მინ ზალიკ რამდენი შუმოვალი იყო მაგას შორის 120,000 შორის ზოგადად რა განსხვავება არის ნაბის შორის და რასულის შორის ვინ იცის გასვლა რომ ახალი რელიგია მოიტანა ახალი რელიგია არა ციგნი ხო ისინი გამგზელებული ხო რასულ არის ის ვინც მაგალითად მოვიდა ახალი შარიათით ანუ ახალი ციგნი ინსტრუქციით და ნაბი არის ვინ ვინც ახსენებს იმ ინსტრუქციებს მოვიდა იმისთვის გაახსენოს ხალხის ახსენოს ბატონო ანუ რასული მოდის უგზუნოებზე რომ ასწავლოს არა მარტო ნაბი მოდის აუტორ ვინც იცის მაგას ეგ საიდან იცი ხო მაგას ინშაალლაჰ კაი ინფორმაცია არ ვიცოდი ეგ ჯზაკალ ხაირ და კიდე ის თქვა მინდოდა ხო ნახეთ ალლაჰმა ყურანში რა თქვა მუჰამედ სალალლაჰუ რა თქვა ვა ხათიმუნ ნაბიინ არის ხათმი ვისი ნაბიის ანუ პეღამბარების შრომავლების რატო თქვა ალლაჰმა ნაბიინ და არა ვა ხათიმურ რუსულ რატო თქვა ეგრე იმიტომ რომ მე ხალხმა არ თქვას რომ აი ვიღაცა მოვიდა მომავალში არ თქვას რომ მე ვარ ნაბი ალლაჰის მოციქული ვარო მაგას ვერ იტყვის რომ წიგნი არ ქონდეს იმიტომ ალლაჰმა თქვა რომ არც ნაბი მე არ მოვაო არც ნაბი მე არ მოვაო და თქვა ალლაჰ შომა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ 313 ჯამან ანუ 313 მთლიან ჯამში იქნება ეგეთი ანუ შომავალი ვისაც ანუ რასული قلت ابو زر متكوا يا رسول الله من كان اولهم وين يقول პირველი მაგათ შორის ანუ ნაბიების შორის آدم عليه السلام شو ما وصلت تكوا آدم عليه السلام قلت ابو زر متكوا يا رسول الله النبي مرسل انه نبي خو آدم يقو نبي خو تتكوا نعم خلقه الله بيده الله ما شكنا است თავისი ხელით ونفخ فيه من روحه და შეუბერა მას მისი სულისგან. ძმებო, მისი სულისგან ეს არ არის ალლაჰის სული, როგორც ზოგიერთ ძმას გონია. ეს არის სული, რომელიც ალლაჰმა შექმნა და იმ სულისგან, ანუ შექმნილი სულისგან შებერა, ოკეი, ადამს ალეიჰისალამ. გამიგეთ ძმებო? არა ალლაჰის სულია, ზოგიერთ ძმას ეშლება. და რატომ ალლაჰი იძახის რომ ჩემი სული? ეს ანუ იმას ნიშნავს რომ რამდენ დიდი
დიდი ადგილი აქვს ამ სულს ალლაჰის წინაშე. ამას ქვია ძმებო არაბულ ენაში იდაფათუ ტაშრიფ თორსტები, მაგალითად როგორც მეჩეთების ჩვენ ვიძახით ალლაჰის სახლი. ეს ხო არ ნიშნავს მეთი მან ცხოვრობს, არა, მაგრამ რატო ვიძახით, რატო იძახის ალლაჰის სახლი, ან რამდენი დიდი ადგილი აქვს მაგას ალლაჰის წინაშე. გააგზავნო ალლაჰმა ბარაკა მოგცეთ, გავაგზავნოთ. და თქვა აბუზარმა ხო და შუმა მასალასთან თქვა რომ ვაკალლამაჰუ ყიბალა და დაელაპარაკა ალლაჰმა დაელაპარაკა ადამიანს ანუ ნებისმიერ შუმაულის გარეშე პირდაპირ მაგას ელაპარაკა მე-15 თავი ძმებო რომელიც თქვია ბაბუ ფიმან კატამა ილმან თავი რომელიც ეხება იმათ ვინც დამალა ცოდნა ანაბი ჰურეირა აბუ ჰურეირამ გადმოსცა რომ შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მან კატავა ილმან იულჯამუ ბილიჯამი მინ ნარი იაუმილ ყიამა ვინც დამალა ცოდნა იქნება ანუ მაგას ექნება დაბმული ლაგამი აი ცხენებს რასაც უბავენ ცეცხლისგან რომელიც იქნება ცეცხლისგან და ძმებო ეს არის სახიფათო ჰადისი ანუ ჰადისი რომელიც ჩვენ ყველას უნდა შევაშინოს ესე ეხება რა თქმა უნდა სტუდენტებს სწავლულებსაც შეეხებსაც ასევე ჩვენ როგორც მამებსაც ვისაც შენ გაქვს პასუხისმგებლობა შენ ოჯახზე და ასე შემდეგ შენ თუ რამე ცოდნა მიიღე შეეცადე გადასცე ეს ცოდნა შენ ახლობლებს ნათესავს ვისთვის შეიძლება რომ არ მოხდე ამ ჰადისში რა თქმა უნდა არის ზოგიერთი მომენტი როცა მაგალითად ცოდნა არ უნდა გადასცე შენ თუ იცი მაგალითად გავახსენოთ ჰადისი როცა ალლაჰ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ გააგზავნა ერთ-ერთი მოწაფე და მოვიდა მის სახელი რომელი იყო რომ ხალხს ეთქვა რაღაცეები რაღაც ანუ ჰადისები და უმარი შეხვდა მაგას მაგ დროს უმარი შეხვდა და უთხრა მაგას სად მიდიხარო იმ მოწაფე რა თქვა ასე და ეს უნდა გადავცე იმ ხალხს უმარმა მივიდა შუმავათან სალსამ და უთხრა მაგას რომ თუ გახსოვთ რა უთხრა არა უთხრა რომ ე რასულულაჰ ეს საჰაბა თუ ხა გადავცეს ის რაც შენ თქვი იმ ხალხსო ის ხალხი მოდუნდება ანუ ცოდებს გააკეთებს და იტყვის ღმერთი ისაც გვაპატიებს ამიტომ ალემები არა მარტო ჰადისები იციან ზეპირად ძმებო არამედ იციან როდის თქვას ეს ჰადისი თავის ადგილას სიბზნე რა არის ძმებო როგორც თქვა შეიხ უთაიმინ რაჰმაჰულლაჰ სიბზნე არის როცა შენ იცი რა თქვა და რა დროს თქვა და სად თქვა ეს არის სიბზნე ზოგიერთ მაგალითად ალემები ასევე თქვენ რომ როცა ჰავარიჯები არიან მაგათ უნდა მოუყვე ანუ ისეთი ჰადისი რომელიც არბილებს ხალხს ანუ რომელიც არბილებს ხავარიჯებს სხვა ხალხი და რომელიც დარბილებული ხალხი ან მურჯიიტები მაგათ უნდა მოუყვე ჰადისები რომელიც აშნებს ხალხს რომ უფრო მაგათ არ დარბილდეს ანუ მაგასთან ჰიქმათი აქვს ძმებო მე-15 თავი ბაბუ თიბა'i რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თავი რომელიც ეხება ალლაჰის მიყოლა ალლაჰის შუმაულის მიყოლას რომ მივყვეთ შუმაულს სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ عن مقداد بن معدي كرب عن رسول الله صلى الله عليه وسلم كرب عن رسول الله صلى الله عليه وسلم مقدام قد مسترهم شمام صلى الله عليه وسلم تقال إني أتيت الكتاب وما يعدله مومت تيجنيو და ის რაც მაგას ანუ ემსგავსება ანუ სუნნათი يوشك الشبعان على أريكته أن يقول და იქნება ისეთი ხალხიო რომელიც თავის საწოლზე წევსო და იტყვისო ეს არის მებოლაპარაკი ყურანიტებზე დღეს რომელიც ძახინო ჰადისები არ არის მარტო ყურანიო ნახე შუმამა სალსალამ მაგდროს იძახდა რომ ეგეთი ხალხი გამოჩნდება რას ამბობს ეს ხალხი ბეინი ვა ბეინაკუმ ჰადალ კიტაბ ჩემს შორის და თქვენ შორის არის ეს წიგნიო ანუ ყურანიო მარტო ყურანიო فما كان فيه من حلال احللناه და რაც იყო ამ წიგნში ჰალალიდან ეს ჩვენთვის ჰალალია وما كان فيه من حرام حرمناه და რაც არის ამ წიგნში ჰარამი ესე იგი ჩვენს მაგას ხარამს ვაკეთებთო ალა ვა ინნაჰუ ლეისა კაძალიკ და შუმავსასან იძახის რომ ჭეშმარიტ ეს ეგრე არ არისო ანუ სუნნათის არისო ეს გამოვიდა დღეს არის ბევრი ეგეთ ხალხი დღეს იძახის სუნნათი არ გვიდა მარტო ყურანი მე შემდეგ ჰადის შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რომელიც გადმოსცა საჰაბამ ან აბი რაფი გადმოსცა რომ თქვა შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ لا أعرفن الرجل يأتي الأمر من أمري ანუ მე არ მინდა დავინახო ისეთ ადამიანიო რომელიც როცა მაგას მოუვა რაღაცა ბრძანება ჩემსგანო ანუ გაიგებს ჰადისო იმმა ამართუჰუ ბიჰი რომელსაც მე ვუბრძანებ მაგას რომ გააკეთოს აუ ნაჰაიტუ ანჰუ ან რომელიც მე ვუბრძალე ანუ აუგზალე მაგას ამ ბრძანებან ან აკრძალვა ფაიახულუ და ის ადამიანი იტყვის მა ნადრი მა ჰაზა ჩვენ არ ვიცით ეს რა არისო عندنا كتاب الله ليس هذا فيه
ჩვენ გვაქვს ალლაჰის წიგნიო და ეს სიტყვები მანდ არ არისო. ანუ ეს სუნნათი, ეს ჰადისები ალლაჰის წიგნში არ არისო. შემდეგ ჰადისში რომელს გადმოსდა მუავია ბინ ყურრა თავის მამისგან. მან თქვა რომ ათეიტუ რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. მე მოვედი ერთხელ შუამავათა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ფი რაჰთინ მინ მუზეინა. ანუ ეგეთი ჯგუფიდან რომელიც იყო მუზეინის ანუ ტომისგან. فبيعناه وإنه لمطلق الأزرار. ჩვენ მაგ დროს ბეიათი მივეცით და მაგ დროს შუმავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აი აქ ქონდა გახსნილი. აი რას არის პუგავიცები, აი რას არის ხო? ზოგიერთი ხო იკრავს მაღლა. ძალიან მაგას ხო ცოტათი აი აქ გახსნილი ქონდა. فأدخلت يدي في جيب قميصه. და მეო შუმავა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ანუ აქ ხელი ჩავყავი და فمسست الخاتم და ვიგზენი მისი ხათმიო. ختمي ولا شو مولبس كوندت ختمي فما رأيت معاوية ولا أباه قط في شتاء أو ولا حار إلا تنطلق أزورهما لا يزران أبدا. دا مي أرادوس أرس معاوية دا أرس ميسي ماما أنا أور الصحابة جنديغوس زمتالي جنديغوس سيسخي زابخولي قوة سماغات كوندت أي ساعة جدي غسنيو قوة أي ساعة جدي كوندت غسنيري أمد إساريز مبو سنتيزغان. شمدي حديثي أتخمزدا مشوي حديثي عن عبد الله بن أبي بكر بن عبد الرحمن أنه قال لعبد الله بن عمر صدخرا إنا نجد صلاة الحضر شين ويتسيت أنه حضريس لصوا وصلاة الخوف ده شيشيس لصوا في القرآن أنه قرآن دان إساريس قرآن شعريسو ولا نجد صلاة السفر في القرآن مقام مسافريس لصوا قرآن شعريسو أنه ويرخي داوتو. فقال له عبد الله بن عمر أنا عمر بن الخطاب شويلما ما قصدخرا ابن أخي أي شمو بزشويلو إن الله جل وعلا بعث إلينا محمدا جشمت الله عز وجل ما قاموا شوين تويس محمدي صلى الله عليه وسلم ولا نعلم شيئا دا شوين أكم دي أرفري أبيتوديت فإنما نفعل كما رأينا يفعل دا شوين واقعتبت إيسي روغوز خيداوديت إيساك إتبدا. أنه عبد الله بن عمر بإزافتارو إساريس أسوي شوينتيس دليلي. عمدا شنو حديثي عن عبد الرحمن بن عمرو السلمي وحجر بن حجر الكلاعي قال أوري صحابتكو صحابتكو يسروم أتينا الأرباد اتسحب أصلا مويدين ومساس إركوا أرباد بن سارية وهو مما نزل فيه ده ما جيز قاموا يقول قاموا زونيلي آياتي الله يزغان ولا على الذين إذا ما أتوك لتحملهم قلت لا أجد ما أحملكم عليه. دا أرس إيمات روميل نيس شنتان مويدنين دا سامزاورو تخولبي كتخويس أنا موديودان صحابي شومواتان تخولبي زاغيبون როგორც ცხეინ აკლემი ბრძოლისთვის ისინი სულ წასულიყვნენ ბრძოლაზე. შენ კი უთხარი მაგათო თქვენთი ცხოველი არ მომეძებნაო ან თქვენ ცხოველები მე არ ამაქო. فسلمنا وقلنا ჩვენ სალამი მივეცით და ვუთხარით მაგასო. ათეინაკა ზაირინა ჩვენ მოვედი შენთან როგორც ანუ მოგინახულოთ ვა მუყტასიბინა და იმისთვის რომ შენსგან ხეირი ავიღოთ ან ცოდნა მივიღოთ. فقال أرباد ما تكوا ناخذ من سنة قدا ورا تكوا من ده تكوا رو رجل أنه إس أرباد ما قاتوس عليمي خو شيخي خو ما قاتوس سأولولي خو ديدي مويدين ريستيس مويدي تشوينتوس شينتانو روم صدنا ميميكو شينتانو زعما تشوينتو فيسنو فيغاس سأولولي زمارس سأولولي عن شيخي هو تسون ده بيتسات زعما روم ميسي درو تقولي ترداو قربوت ميسي درو تو ما قايت سادمي وباتيجيبت გინდაი დასასვენებლად და ასე შემდეგ არ უნდა ჩვენი ლაპარაკი მაგასთან იყოს მხოლოდ აი გინდა ამ დუნიაზე თიჯარაზე საჭმელზე რაღაც გინდა იყოს იმიტომ რომ ეს ადამიანი თუ ისწავლა სწავლოთ მიისწავლა თავის ცოდნა უნდა გამოიყენოს დავათისთვის ცოდნისთვის თქვენთვის უნდა გამოიყენოს ამიტომ მებო ნებისმიერ სწავლის დრო არის უმმათის დრო როგორც თქვენ შეიხება ანუ რას ნიშნავს ეგ სწავლული უნდა დახარჯოს თავისი დრო ხალხს ასწავლოს იმიტომ რომ ეს ცოდნა რომელიც გადასცემს მე მიდის ხალხამდე ანუ ეს არის ასევე ხალხის დრო მისი დრო არის ხალხის დრო ამიტომ შენ თუ იცი ვიღაცა ძმას სწავლულია შეიძლება არ შეაწუხო ტყუილა უბრალოდ შეკითხებით ტყუილა უბრალოდ აი მგზავრობებით სადმე მოდი ძმა წავიდე ვიგულაო სადმე არა შეიძლება რომ თუ გინდა დაპატიჟო პრობლემა არის დაპატიჟე ცოტა ხანი შენთან გაერთოს მაგრამ გაუშვენებ მაგას სულ შენთან და არ იყოს როგორც ზოგიერთი ძმა სასწავლებლები შეხები და ეჭენდა მე ვერ უშვებენ მაგას
და მაგ ზოგიერთ შეკიდეს ხვენიათ ვერ მიდიან ვერ ეუნებიან ზმავს რომ წავედი მე საქმეები მაგ ხო რა თქვა ეს საჰაბმა როცა მივიდეს მაგათთან ორი მოწაფე თქვენს რომ შენგან ხიერი გვინაო წოდნაო თქვა რომ სალლა ბინა რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ასუბჰა ზათა იომი ერთ დღეს შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ჩვენ მაგასთან ერთად ვილოცეთო ثم أقبل علينا მერე ჩვენს მიმართ ანუ შემოbrunდა და თქვა შემოbrunდა فوعظنا موعظة بليغة და ისეთი ნასიხათი მოგცა ისეთი ანუ ვაიზი მოგცა რომ ძალიან ანუ ღრმა ვაიზი იყო ظرفت منها العيون ჩვენ ანუ თვალებისგან წამოვიდა ცრემლები ووجلت منها القلوب და გულებს შეეხო შიში فقال قائل და ეთეთმა საჰაბა თქვა მაგათ შორის يا رسول الله اي الله شماولو كأن هذه موعظة مودع تتكوس اس شيني وايزي არის ბოლო ვაიზი ანუ თითქოს შენ ანუ გვესალმები فماذا تعهد الينا ანუ როგორ ვაიზ გვიტოვებ ჩვენ ანუ როგორ შთამოვალ როგორ ვაიზ ჩვენთვის გვიტოვებო და თქვა შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უსიკუმ ბიტაყვალლაჰ მე ვიტოვებ თქვენთვის ანუ როგორც შთამომავლად ასე თქვა თქვენთვის ვიტოვებო ალლაჰის შიშიო ანუ გეშინოდეთ ალლაჰისო ვასამუ ვატაა და ანუ დაემორჩილეთ თქვენ მართველებსო დაემორჩილეთო ძმებო აქ ამირი მარტო მართველები კი არ ნიშნავს ასევე ამირი ასევე არის საფარში თორსა ჩვენ საფარში მივიდივართ ერთ-ერთ ამირს ვიღებთ ასევე შუმამოსას თქვა რომ მაგას დაემორჩილეთო ჩვენ თუ მაგას არ ვემორჩილებთ გინ მუსაფირი იყოს ეს იგივე რომ ჩვენ შუმამოს სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ არ ვემორჩილებთ ხანდახან ძმებო ჩვენ გონიათ რომ ახლა შენი ძმაკაცია აირჩინა ამირი ძმაკაცია ნუ ხანდახან შეიძლება არ მოусმინო გავატარო მის ბრძანება არ შეიძლება იმიტომ რომ ასევე ჩვენ ამით არ ემორჩილები შუმამოს სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მე თქვა შუმამოს სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ვა ინ კანა აბდან ჰაბაშიან მუჯადდა რომც იყოს თქვენი მართველი მონა ჰაბაშიდის მონა მოჯადა ანუ რომელიცაც ზოგიერთი ნაწილები გინ ყური გინ თითები ან რაღაცა მოჭრილი აქვს ანუ მაგდოზმებო არაბებს ეგეთი მონები იყო ყველაზე დამცირებული ხალხი ყველა მაგაზე დაბალი ხალხი არ არსებობდა რომც იყოს ეგეთი მონა თქვენი ამართველია მაგას აუცილებლად დაემორჩილეთო فإنهم من يعيش منكم فسيرى اختلافا كثيرا იმიტომ თქვენსგანო საჰაბებს ეუბნება თქვენსგანო ვინც მომავალში ცხოვრებს ბევრ იხtilafs ნახავსო فعليكم بسنتي ამიტომ ჩაეჭიდეთ ჩემს სუნნათსო وسنة خلفاء الراشدين المهديين ასევე სუნნათ ჩემ خلفاء الراشدين ვინ არიან აბუ ბაკრ ოსმან ალი უმარ ესენი ანუ ჩაეჭიდო მაგათ სუნნათსო და ნახეთ ეხლა რა თქვა შუმამა სალსამ فتمسكوا بها ჩაეჭიდეთ მას არ თქვა მათ ანუ აქ მოვიდა მაგათი სუნნათად და შუმამა სალსამ მხოლობითში რატომ იმიტომ რომ ჩვენ თუ ვემორჩილებით საჰაბების სუნნათს ეს იგივე რომ ვემორჩილებით ვის პეღამბარ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და ზოგიერთი ხალხი დღეს გამოდის და იძახის რომ არსებობს კარგი ბიდაათი ბიდათუნ ჰასანა როცა შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა კულუ ბიდათინ და ყველანაირი ბიდათი არის რა ცრუწმენა ცრუგზა რომ ისინი ხანდახან მოიყვანებენ მაგალითს როგორც უმარ ბინ ალ-ხატაბ აბოდი ოსმანი რომ მეორე აზანს აძლევდა ოსმანი ეძახიან აი ოსმანი გააკეთა ახალი ბიდაათი არ გააკეთა ჩვენ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ დავემორჩილოთ მაგათ ესენი მის მაგათი ეს გაკეთება არის იგივე პეღამბარის სალლალლაჰუ ალეიჰი გაკეთება ეს ბიდაათი არ არის მიუხედავად იმისა მე ზოგიერთი ალიმი რომელსაც ჩვენ დიდ პატივცემთ ეგრე ეძახიან მაგრამ ჩვენ ვიტყვით რომ ჩვენ ალიმებს კი არ მიუყვებით ჩვენ მიუყვებით ალლაჰის შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და თქვა მე შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ وعدوا عليها بالنواجذ და ჩაეჭიდეთ ამ სუნნათს ანუ აი უკანა კბილებით ყველაზე ბატონო საღეჭი კბილებით უკანა კბილებით და ეს არის ზმბო აი ჩადე მაგალითად კალამი აიღეთ ამ ფანქარი ან რაღაცა წინა კბილებში ჩადეთ და ჩაეჭიდეთ მაგას ძალიან ადვილად ამოიღებ ძალიან ადვილად მაგრამ უკან თუ ჩადებს ძალიან ძნელი იქნება ამოღება ანუ პეღამბარს აქ იძახის რომ რამდენი იხტილაფი იქნება მეორე პრობლემა იქნება მოვა შეიტანი შეეცადებს რომ პეღამბარის სუნნათიდან გამოგიყვანოს ზმბო შეიტანი არ მარტო ცდილობს რომ შირკი გააკეთო თანაზირო შეუქმნა ალლაჰს მარტო მაგას კი ცდილობს ასევე რომ სუნნათიდან გამოგიყვანოს ზმებო მაგიტომ ალიმები იძახიან რომ ზოგი ალიმა თქვა რომ საკვირველი ანუ გასაკვირი ის კი არ არის რომ ადამიანი კვდება მუსლიმად გასაკვირი ის არის რომ ადამიანი კვდება სუნნათზე პეღამბარის სუნნათზე 73 ჯგუფი ზმებო 73 ალლაჰმა გადავგვარჩინოს ამინ ალლაჰმა ჩვენ გახოდა ინშალლა მაგათ შორის ერთ-ერთი აჰლუ სუნნა ვალ ჯამაათის შორის წარმოიდგინეთ რომ
ეს დიდი შუქრი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ რამდენჯერ დღეში ვაკეთებ შუქრს, ალლაჰმა მანქანა მოგცა, ბავშვები მოგცა, მეუღლე, ოჯახი, ჯანმრთელობა, ფული, ხო? მაგას ვიხსენებთ. ვიძახეთ მადლობა შენ ღმერთო, რომ ეს ყველაფერი მომეცი. მაგრამ რა ხარ ჩვენ სუნნათზე დავდექით. ჩვენ მაგას შუქრს ვაკეთებ ალლაჰს. რამდენად ხშირად მაგას ვიხსენებთ. რამდენად უზარმაზარი მადლიაზმებო სუნნათს მიყოლა. და თქვა ვა iyyakum muhdathatul umur და მოერიდეთ ანუ ახალ რაღაცებს რელიგიაში, ანუ ბიდაათებს. Fa inna kulla muhdathatin bid'ah. იმიტომ ყველანაირი ახალი რელიგიაში არის ბიდაათი wa kullu bid'atin dalala. და ნებისმიერი ბიდაათი არის სრულგზა. ნახეთ. აქ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ნებისმიერი ბიდაათი, ყველანაირი ბიდაათი არის სრულგზა. მერე გამოდია ვიღაცა ხალხი და ეძახის არის კაი ბიდაათი, ცუდი ბიდაათი. როცა შუმამა სალლალლაჰუ თქვა რომ არის ანუ ყველანაირი ბიდაათი. შემდეგი მე-16 თავი ძმებო, ბაბუ მა ჯაა ფილ ბირრი ვალ ითმ. თავი რომელიც ეხლა რაც მოვიდა ღვთისმოსაუბასთან დაკავშირებით და ცოდვა. ან აბუ უმამა გადმოსცა. ყალა რაჯულ ეთეთმა მამაკაცმა თქვა: "ია რასულულლაჰ, მან იმან, ალლაჰის შუმავალ, რა არის რწმენა?" და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "იზა სარრატკა საიატუკა." რწმენა არის ის, როცა შენი კარგი საქმე გახარებს. შენი კარგი საქმე გახარებს. "ვა საატკა საიატუკა." და შენი ცუდი საქმე შენ ანუ როგორ თქვა, კი არ გახარებს პირიქით. ანუ გაწუხებს, დისკომპოზ გაძლევს. "Fa anta mu'min." ანუ თუ ეს იგზენიო, შენ ხარ მორწმუნე. აქ ძმებო ჩვენ გვაქვს ორნაირი სიხარული. ჩვენ გვაქვს ორნაირი სიხარული. სიხარული რომელიც კარგია და სიხარული რომელიც ცუდია. შენ თუ გიხარი რომ საკარგი საქმე გააკეთე და მე შენ თავზე ფიქრო, აი რა მაგარი კაცი ვარ, მაგარი ბიჭი ვარ, მაგარი საქმეები გავუკეთე, აი ნახე შემოხედი და ასე შემდეგ, ეს არის ცუდი სიხარული. როგორ უნდა გიხაროდეს, შენ უნდა გიხაროდეს, რომ ალლაჰმა მოგცა იმის საშუალება, რომ შენ გააკეთეს კეთილი საქმე. უნდა გახსოვდეს, რომ შენ კი არა შენი დამსახურება კი არა ეს რომ კეთილი საქმე გააკეთე. ალლაჰმა დაგეხმარა, ეს უნდა გახსოვდეს ყოველთვის. ანუ თქვა შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, შენ თუ ფიქრობ შენ თავზე, როცა გახარებ შენი კარგი საქმეები და ცუდი საქმეები შენ დისკომპოზ გაძლევს, შენ ნამდვილი მორწმუნე ხარ. და ძმებო, ზოგიერთი ძმა, აი ალიმები თქვენს რომ როცა შენ აკეთებ ცოდვებს, რაღაცა ცოდვა, გინ პატარა იყოს. აი აკეთებ და ბევრ ხანს აკეთებ და მე შენ ვერ გზნობ ამ ცოდვასთან, აი არანაირი გზნობა არ აქვს, რომ ცუდია, კარგია. ამას აკეთებ ისე როგორც სუნთქავ, როგორც წასვავ, ისე აკეთებ მაგას. აქ ალიმები თქვენს რომ თხრეთ იხავ შეიძლება შენ მაგის გამო მონაფიკი გახდე. ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. მაგას ზოგიერთი ძმა გოგებს უყურებს იქით აქეთ. ან რაღაცა ცოდვებს აკეთებს. ყველანი ვიცი ჩვენი ცოდვები. შენ თუ იგზენი ძმა აი ამ ცოდვასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გზნობ შენ. ანუ არ გაწუხებს ეს ცოდნა. აქ უნდა განგაში ატეხო რომ რაღაცა არ არის სწორედ ჩვენს გულებში. ალლაჰმა დაგვიფაროს ეგეთი რაღაცეებისგან. ამინ. მე საჰაბამ თქვა რომ ია რასულულლაჰ, ფამალ ითმ, ey ალლაჰ შუმავალ, რა არის ცოდვაო? შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "იდა ჰაკკა ფი სადრიკა შეიუნ." როცა შენ გულში ანუ არის დისკომფორტი, ფადაჰუ. მაშინ ეს რაღაცა მიატოვე. ეს რაღაცა არ გააკეთო. გახსოვთ ძმებო, 600 ჰადისი რო ჩვენ გავდიოდით ადრე. ამ ჰადის გავს სხვა ჰადისი, შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ და როცა შენ გიშინიო, ხალხი ნახავს იმას რაც აკეთებო. ეგას არის ცოდვა. როცა შენ გიშინიო, ხალხი ნახავს იმას, რასაც შენ აკეთებ. მაგეთა ზიხარ ტელეფონში და შემოვიდა ძმები, დაძდა შენს გვერდზე და იქ დაკეთე. მე უცბად გათიშე. ესე იგი რა შენ მალავ ცოდვა არის. რატომ მალავ შენ მაგას? ესე იგი ცოდვა. ან ოჯახს ილაპარაკებ, აგიდან ნახოს ოჯახ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ცოდვა. ამედოს მე შუმამა სალლალლაჰუ რა თქვა? ანუ ეს არის ფიტრა. ალლაჰმა ჩადო ადამიანის გულებში, აი ჩადო გულებში რომ რაღაც თუ შენ თუ რაღაც მალო ხალხისგან ეს უკვე ცოდვაა, შენ ფთხრეთ იყავე. და დაანებიო მაგას თუ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა. შემდეგი თავის მებო ბაბო ფის სიდყი ვალ კაძიბ, თავი რომელიც ეხება სიმართლეს და ტყუილს. ან აიშა გადმოსა რომ შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგაზე თქვა რომ მოყვა რომ მან ქანა ხულუყუ აბღადა ილა რასულილლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მინალ კაძიბ. ანუ ყველაზე საძულველი არასასიამოვნო რაც იყო თვისებებისგან შუმავალისთვის სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო ტყუილი. فإذا كان الرجل يكذب عنده كذبة تو ვიღაცა მამაკაცი ერთხელაც მაინც მოიტყუებოდა შუმავალთან სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მასთან ერთად მის გვერდზე فما يزال في نفسه عليه შუმავალს ანუ არ ავიწყებოდა ეს ადამიანი არ ავიწყდებოდა ანუ რაღაცა რჩებოდა მის გულში ყოველთვისო حتى يعلم أنه قد أحدث منها التوبة
სანამ არ გაიგებდა რომ ის ადამიანი თაობა გაკეთა იმ ტყუილისგან. ნახეთ მე ერთი ტყუილი თქვა ადამიანმა შუმა მასალასთან გაიგო ეგრე მის გულში ჩარჩა რაღაც იმ ადამიანის მიმართ. დღეს სამწუხაროდ რამდენი ტყუილის იძახის ხალხი. რამდენი ტყუილის ყოველ ნაბიჯზე ტყუილის იძახის. ძმაო ტყუილის რა არის ის კი ტყუილი. აი შენ მაგალითად დღეს გაკვეთილი გვაქვს 9-ზე ხო? და შენ იძახი 9-ზე არა 10-9-ზე გაკვეთილი. ან 9-9-ზე გაკვეთილი. რისთვის რომ ზოგი ძმა აგვიანებს გაკვეთილს და რომ მოვიდეს უფრო ადრე. ეგ ტყუილია. შენ თუ ემნებ მაგალითად ძმა ახი 9 საათში მოვალ. და არ მოხვედ 9 საათში და შენ გულში არ იყო ნიათი რომ მოხვალ. ეგ ტყუილია. და ბევრნაირი ეგეთ რაღაცები, რასაც ჩვენ გონით ტყუილი არ არის, მაგრამ ტყუილია. უნდა ეგეთ რაღაცას მოვერიოდოთ. შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ის ყველაზე საზღარი თვისება. ასევე სხვა ჰადისი არის შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ვინც იტყუება ჩვენსგან არ არისო. ვინც იტყუება ჩვენსგან არ არისო. ანუ გამხდარ დიდი ცოდვა არისო ალლაჰის წინაშე. ეხლა ნახეთ მე 91 ჰადისი ან აბი ბაქრ as-სიდდიყ აბუ ბაქრ as-სიდდიყ პირველი ჰადისია რომელიც ჩვენ ვკითხავთ 91 ჰადისია ერთი ჰადისი გადმოსცა ჯერ აბუ ბაქრმა ეს იმას ნიშნავს რომ აბუ ბაქრ ცუდი სახაბა იყო? არა. რატო? ძმებო ნახეთ ჩვენ ხო გვაქვს ეგეთი ორნარი ფარდი ფარდულ კიფაია ფარდულ აინ ხო? ფარდი რომელიც არის ყოველასთვის ფარდი არის თუ ვიღაც მაგას აკეთებს მაგას ცოდნას გადმოსცემს დანარჩენებზე ეს ცოდნა ვარდება აბუ ბაქრის დროს ყველა საჰაბები ისინი ჰადისები მაგინო ყვებოდნენ შეიძლება აბუ ბაქრი მაგდროს სხვანაირი რაღაცები იყო დაკავებული იყო ანუ მაგდროს არ იყო აუცილებელი ყველა საჰაბების თუ ყველასთვის გადმოიცა რაღაცები ხალხისთვის თუ ვიღაცა აბუ ხურეირა გადმოსცა აბუ ბაქრისთვის ეს არ იყო უკვე აუცილებელი რომ ზოგიერთმა არ თქვას რომ როგორ შეიძლება აბუ ბაქრი საუკეთესო საჰაბაა მაგრამ ეგრე ცოტა ჰადისები გადმოსცა გამიგეცმებო ბარაკალლაჰუ ფიკუმ აბუ ბაქრმა გადმოსცა რომ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა ალეიკუმ ბის-სიდყი ანუ ჩაეჭიდეთ სიმართლესო fa innahu ma'al bir იმიტომ სიმართლე არის ღვთის მოსაუბასთან ერთად ვაჰუმა ფილ ჯანნა და ორივე იქნებიან სამოთხეში ანუ ეს ორი საქმე შენ მიგიყვანს სად სამოთხეში როცა შენ სიმართლეს იძახი ყოველთვის ეს სიმართლე მიყავს შენ თავს სად ღვთის მოსაუბასთან ბირთან და ეს ბირი მიყავს შენ სად უკვე ჯანნატში ამიტომ ადამიანი როცა სიმართლეს ყოველთვის იძახის რომ ანუ მტკივნეული სიმართლე იყოს მის წინააღმდეგ აუცილებლად ეს სიმართლე მე მიაქვს ადამიანი ჯანნატში მე თქვა შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ვა iyyakum al-kadhib მოერიდეთ ტყუილსო შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მე თქვა ვა iyyakum wal-kadhiba მოერიდეთ ტყუილსო fa innahu ma'al fujur იმიტომ ტყუილი არის ბოროტებასთან ერთად ვა huma fin-nar და ის ორივე არიან სად ჯოჯოხეთში ანუ ადამიანი რომელიც იტყუება ძმებოდ ალლაჰმა ისე გაკეთა რომ თქვენ შეამჩნევთ ადამიანი რომელიც ადვილად იტყუება მისთვის ადვილია ცოდვების გაკეთება შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ხო თქვა ტყუის ვინც იძახის მე სად მიდის ბოროტებასთან ბოროტება არის ნებისმიერ ჰარამი არის ბოროტება მე ეს ბოროტება მიყავს ადამიანს უკვე ჯოჯოხეთში შემდეგ ჰადისში ან უბადა ბინ სამით ან რასულულლაჰ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ قال უბადა ბინ სამითმა გადმოსცა რომ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა უდმუნული სიტან ანუ დამპირდით მე რომ 6 რამეს შეასრულებთო ადმინო ლაკუმ ალ-ჯანნატო და მე დაგპირდებით რომ ჯანნატში შეხვალთო უსდუყუ იდა ჰადასთუმ სიმართლე თქვით როცა ლაპარაკობთო ვა აუფუ იდა ვაადთუმ და შეასრულეთ თქვენი ნათქვამიო თუ რაღაც დაპირდე ვიღაცის რაღაცა შეასრულეო ვაადუ იდა დომინთუმ და თუ რაღაცა ხალხმა შენ გენდო ან განდო რაღაცა ეს შეასრულე ანუ არ უღალატო ხალხს ვაჰფაზუ ფურუჯაკუმ დაიცავეთ თქვენი სასქესო ორგანოები მრუშობისგან და ასევე სხვა რაღაცებისგან ნებისმიერი ზინა რომელიც არის ძმებო ვაღუდუ აბსარაკუმ და თქვენი თვალები ჩაწიეთო ვაკუფუ აიდიკუმ და თქვენი ხელები დაიცავეთ ნებისმიერი ჰარამისგანო თქვენი ხელები დაიცავითო ეს 6 რაღაცა ადამიან ჩვენ თუ შევასრულებთ ძმებო ალლაჰმა გაგხოლოს მაგას შორის ამინ Allah შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ალლაჰმა ჩვენ შეგვირდა ჯანნატი ალლაჰმა გაგვიადროს ეს 6 საქმე ამინ და ბოლო ჰადისი დღეს 93 ჰადისი რომელიც გადმოს აბუ ხურეირამ რომ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მან ყალა ალეია მა ლამ აყულ ვინც იტყვის ჩემზე ის რასაც მე არ მითქვია ფალიათაბაუ აუ მაყადაჰუ მინან-ნარ კითხე ყოველთვის მას საიდან გაიგე ასევე ეს ძმებო გვეხება ჩვენ რომ როცა ჩვენ რაღაცა ხაბარს ვიღებთ ფეგამბარს რაღაც ჰადისს ვიგებთ და არ წერია მან ანუ საწერია სახიხია როგორი ჰადისია ნუ გვეჩქარება გადავცეთ ეს ხალხისთვის ნუ გვეჩქარება
ასე ვიღაცა ძმა გამოგიზავნა შენ ალიმების თარგმნა, მაგალითად ზოგიერთი ძმა, ალლაჰ ბარაკ მისის მაგათ ალიმების ანუ სიტყვებს თარგმნის და მე YouTube-ზე აგდეს და ასე შემდეგ. კაი საქმეს აკეთებს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის ძმა, რომელიც გადათარგმნა. რატომ ძმებო? მარტო ენის ცოდნა არ არის საკმარისი. ხანდახან აუცილებელი არის შარიათული ცოდნის მიღება, რომ სწორედ გადათარგმნო. ეს არის აუცილებელია. მე ზოგიერთი ძმა არასწორად თარგმნის, იმის გამო რომ შარიათული ცოდნა არ აქვს, ეგაც აუცილებელია. მაგაზე უარესია, როცა ხალხი არ იცის, ვინ თარგმნა ვიდეო და მე მაგას აფრთხილებს. შეიძლება არასწორი იყოს. ამიტომ დღეს არის ძალიან უამრავი არხები, რომელიც ანუ მაგათი ადმინები არ არიან სწორ გზაზე და თარგმნიან, შენ გონია რომ სწორად თარგმნის, მაგრამ შინაგანში არასწორად თარგმნის. მე პირადად მაგ ნანახი ეგეთი ძმებო ძალიან ბევრი. თარგმნიან ან რაღაცა მაგათი ვიდეო შეიხს არის 1 საათი, მე კონტექსტიდან იღებენ რაღაცა პატარა ნაწილს, იღებენ და ისე აკეთებენ, რომ მაგათ აი აზრებს დაუმთხვეს ასე და მე მაგას აფრთხილებს. ეგეთ რაღაცებთან მხილეთ უნდა ვიყო ძმებო. იმით რომ ამას ალლაჰს თქვა რა თქვა, დასჯა ელოდება ეგეთ ხალხს. Allah'ım baraka maksatım. Subhanallah ve bihamdike eşhedü en la ilahe illa ente estağfiruke ve etûbü ileyk.